ყველას წელიწადში ერთხელ მეორდება ერთი და იგივე რაღაცა. Რა თქმა უნდა, ეხა არა იმ ძალით, რომ დაუშვათ პროლეტარებო ყველა ქვეყნისას შეერთით აღარ იძახიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ტროცკისტულ მოძრაობას რომ ვებრძვით, ეს ცხადია რა, პირველ რიგში უღმერთობას. რა ვიცი, ტროცკი იძახდა, რომ საბჭოთა კავშირიო, უნდა იყოსო ფიჩხიო. სოფლიო რევოლუციისთვისო. უნდა ჩაიწვასო ბუხარშიო საბჭოთა კავშირიო, რომ ეს იყოს სოფლიო რევოლუციისთვის ფიჩხიო. ამას იძახდა ტროცკი. და ესენი ზუსტად ესე ემსახურებიან აი თავად გლობალისტურ იდეოლოგიას რა, აი ამ ლიბერალ ტალიანურ თუ რავი რა დავარქვა რა. ამ სისაზიზღრეს ის საქართველოში შემოტანასაც აპირებენ, მაგრამ ვერ არა, ვერ აღირსებიან ვერასდროს ამ სიტუაციას რა. ხო და ამიტომაც დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს. კინორეჟისორი მყავს ქალბატონი ნარგიზა გარდაფხაძე, რომელიც ზუსტად დღეს მუშაობს ილია ჭავჭავაძის თემაზე და აკეთებს ფილმს. და სხვათა შორის ძალიან დიდი კვლევაც ჩაატარა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვერც მოკიდებდა ისე ხელს, იმიტომ რომ თქვენ გესმით, რომ ძალიან ისეთი შესასწავლია ეს თემა, მოყოლებული იქიდან ილიას ჩამოსვლიდან და უშუალოდ 60-იან წლებში, 1860-იან წლებში პეტერბურგიდან და შემდეგ უკვე მთელი ცხოვრება მისი თბილისში და შემდეგ უკვე სიკვდილიც მკვლელობაც უпростоრედ თბილისში როგორ მოხდა ეს ყველაფერი, როგორ მივიდა აქამდე ეს სიტუაცია და რა იყო საერთო დღევანდელ დღესთან საერთოდ რა. დიდი მადლობა ქალბატონო ნარგიზა, რომ ხართ ჩემი დღევანდელი სტუმარი და ზუსტად აი ამ კითხვით მინდა თქვენთან გადმოვიდე. მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი რა, რომ თქვენ მუშაობთ ახლა ამ ფილმზე და მაინც უფრო ესე ვთქვათ ყოველდღიურ ურთიერთობაში ხართ ამ ფილმთან და უფრო იცით ახლა რა სიტუაცია იყო მაშინ და რა საერთო აქვს ამ სიტუაციას დღეს და აი როგორ შეიძლება რომ დავიწყოთ ეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. უბრალოდ პატარა ჩასწორებას გავაკეთებ, ჯერ ფილმზე ვერ მუშაობ, სამწუხაროდ სცენარი. ხო, რა მნიშვნელობა ფილმზე მუშაობა ნიშნავს? კვლევა რასაკვირველია, სცენარს ყველაზე დიდ კვლევა მოითხოვ ზუსტად სცენარზე მუშაობა და ამაში აბსოლუტურად მართალი ხართ. მაგრამ ახლა თავს არ გძნობ პროფესიონალი ან ისტორიკოსად, ან პოლიტიკოსად, რომ თქვათ შეიძლება შემედაოს რომელიმე მსმენელი ამ დარგის პროფესიონალი, მაგრამ ჩემებურად როგორც მე ამ კვლევებში გავატარებ წელიწადნახევარზე მეტია, შემიძლია ამ თემაზე გესაუბროთ და საერთოდ როგორ მოხდა რომ მე რატომ მომივიდა თავში ამაზე კვლევის დაწყება, მე ალბათ ყველა როგორც საქართველოს მე მგონი ყველა მოქალაქე 2024 წლის არეულობები როცა დაიწყო აქ და ეხლა დღეს უკვე არავინ აღარ უარყოფს რომ რევოლუციის მცდელობა იყო და არავითარი მშვიდობიანი ის მომიტინგეები არ იყვნენ. იმ დროში ყველა ძალიან ცუდად გნოვდით თავს. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ნაწილი საზოგადოების გაიყო, დაიწყო გახლეჩვა ოჯახებში, მეგობრებში, ნათესავებში. ალბათ ყველამ როგორც მე, ასევე დავკარგეთ ბევრი ადამიანი და აღარ კონტაქტობთ, იმიტომ რომ რთული აღმოჩნდა ამ ზიზღის და სიძულვილის გადალახვა და აი როგორღაც ამ ემოციებს რო გამკლავებოდი, ჩემი ის აღმოჩნდა სავანე, ასე ვთქვათ, რომ დავიწყე ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკის კითხვა. და ესე იგი ერთგვარი ნუგეშიც მივიღე და ისიც ასე ვთქვათ, ჭრალებში აღმოვაჩინე ჩემთვის, რომ ყველაფერს მაშინ როგორც ებრძოდნენ ილია სოციალ-დემოკრატია, მესამე დასაილები, მერე სოციალ-დემოკრატია და უბრალოდ სხვა ვითარებაში იყო ისტორიულში, მაგრამ ხერხები აბსოლუტურად იგივე იყო, რაც დღევანდელ ასე ვთქვათ, ოპოზიციის ქმედებებში მე დავინახე. ნუ პირველ რიგში ეს არის ეს საზოგადოების გახლეჩვა. ეს რომ მეთოდოლოგია იმდენად გავს, ის რაც მარქსიზმში წერია, რომ აი რა უნდა მოხდეს, რომ დამყარდეს პროლეტარიატის დიქტატურა. ამისთვის უნდა ჯერ პროლეტარს შეაზიძღო თავისი დამქირავებელი. ადამიანები ბედნიერები იყვნენ, რომ მუშაობდნენ კი
სამწუხაროდ კაპიტალიზმის დასაწყისში უფრო დიდი იყო ექსპლუატაცია, ხო? და ამიტომ ეს აღმოაჩინა მარქსმა, რომ ძალიან დიდი მოგება აქვს კაპიტალისტებს და გადაწყვეტა, როგორც კი ესენი დაუპირისპირეს შეზღუდებათ ერთმანეთი, რევოლუციასაც რა უნდა მოხდება. ანუ ხელოვნურად კეთდებოდა ეს და თვითონ ნოე ჟორდანიაც კი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდა კარგი განათლება მარქსიზმში მიღებული, გადაწყვეტა სიძულვილის დაეთესა საქართველოში. დაიწყო მოგზაურობა და ძალიან უჭირდა. იმიტომ რომ აღმოჩინა რომ გლეხები არიან იგივე მცირე მემამულეები, რაღაც აკუთრება აქვთ, ასო არ აინტერესებთ არანაირი სიზღი და ბრძოლები. და ასე კი სერიოზულ მუშაობას ატარებდა და მუშათა პარტიაშიც ესე არავინ არ ვიცოდითო ერთი გურული მუშა მეუბნებოდაო მე მეგონაო ხაზაინიმ ესე წერს ჟორდანია მე მარჩენდაო და ეხლა აღმოვაჩინეთ თქვენ რომ მითხარითო რომ თურმე მე ვარჩენო ეს იყო დიდი აღმოჩენაო მუშათა კლასისთვის და ამაზე ავაგეთ ჩვენი მუშაობა ანუ მუშაობა მიდიოდა ამაზე რომ ეს აგორებულიყო რასაც კატეგორიულად ვერ შეეგუებოდა ილია ჭავჭავაძე, რომლის მთელი ცხოვრების თავალი მიზანი, ესე თქვათ, ეპიგრაფი თუ ლეიტმოტივი იყო, დაპირისპირებულ ძალთა ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად. რომ ნებისმიერი დაპირისპირებული ძალა უნდა ეძებდეს შერიგების გზებს და ეს სჭირდება ვის არა თვითონ ილია ჭავჭავაძე ეს სჭირდებოდა ქვეყანას და ეს სჭირდება დღესაც ქვეყანას და ის მეთოდები რომლებითაც არ იყო ასეთი სიძულვილი საქართველოში მე არ მახსოვს არასოდეს იყო გარკვეული დაპირისპირებები სამწუხაროდ დასაწყისში პირველი პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. შემდეგ ედუარდ შევარდნაძის დროსაც იყო დაპირისპირება. ამ ზომით და ამდენი ხნით დაკარგვა საზოგადოება ერთმანეთის გახლეჩვა და ზიზღი მე არ მახსოვს. ესე იგი დამდულად არის რაღაცა კონკრეტული, აი რაღაცა გაიდბუქს რო ამბობენ, იმითი იმაშებიან თავისი ამ რუპორით, სიარულით შეხსენდა ოდნავ ჩაწყნარდება რაღაცა უკვე მობეზდება ხალხს რაღაცა ისე ვიწყება რომ ზიზღი